როგორ შეაფასებთ თქვენ წინა მაჟორიტარი დეპუტატის მოქმედი თავდაცვის მინისტრის საქმიანობას? გამარჯობათ, მოგესალმებით. მე მგონი ჩემი მხრიდან არ იქნება ღირსეული საქციელი, შეფასებები დავიწყო ქალბატონი თინა ხიდაშელის საქმიანობის, რა გააკეთა, რა არ გააკეთა. ჩაბრძანდნენ საგარეჯოში ჟურნალისტები, იგივე რუსთავიორის და ძალიან კარგად მოისმენენ საგარეჯოელების აზრს, რა არ გაკეთდა საგარეჯოში. მე უბრალოდ არ მინდა ამაზე საუბარი, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. ეს არ არის ღირსეული საქციელი ჩემი მხრიდან. ეხლა რაც შეეხება ბოიკოტის თემას, რომელიც წამოწიეთ თქვენ წინა პლანზე, ბოიკოტს აცხადებს 12 პოლიტიკური პარტია. ეხლა მე გითხრათ სიმართლე, ამ 12 პოლიტიკური პარტიიდან ნაწილის ბოიკოტის შესახებ მოწოდებას კი არა, საერთოდ არ ვაღიარებ იმათ, რომ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ნაციონალური მოძრაობაც იყოს ოპოზიციური პარტია და მეც ვიყო ოპოზიციური პარტია. მე თუ შევალ პარლამენტში და გარწმუნებს, რომ შევალ აუცილებლად, დავიწყებ მოქმედებებს იმისათვის, რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია, აეკრძალოს მას პოლიტიკური საქმიანობის უფლება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ამ პარტიის კონკრეტულ ლიდერებს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის აბსოლუტურად კონკრეტული დანაშაულებები და გაიფანტონ კი ბატონო სხვადასხვა პარტიებში, ვისაც არ აქვს დანაშაული ჩადენილი. ვინც ჩაიდინა დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს და ამასში მაქვს მე პრეტენზია ოცნებასთან და ხელისუფლებასთან, რომ არ აგეს ადეკვატურად პასუხი, არ დაისაჯნენ დამნაშავეები და ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, მე მათთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს. იცხოვრონ და გააგრძელონ საქმიანობა. ნაცმოძრაობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და მე ვიღვაწებ ამისათვის. ეხლა ამ პარტიების ბოიკოტის ეს არის ერთ-ერთი მთავარი არ არის, ბევრი მიზნები მაქვს და გარწმუნებთ, რომ საგარეჯოს მოსახლეობა სამართლიანობის აღდგენის საკითხი ძალიან აინტერესებს და მათთვის პრიორიტეტულია ეს თემა. იმიტომ რომ მათი საზრუნავი არ არის მარტო ოდენპური. სამართლიანობის დამკვიდრების და აღდგენის თემა არის პრიორიტეტული საგარეჯოს მოსახლეობისთვის. ეხლა ბოიკოტს დაუბრუნდები. სინამდვილეში ეს ბოიკოტის თემა გამიზნულია რისკენ, რომ აბსოლუტურად ურეიტინგო პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც სამწუხაროდ, მე ვწუხარ ამის გამო, არ მიხარია, არ ყავდათ და არ ყავთ რეიტინგული მომგებიანი კანდიდატი, გესწრებენ ბოიკოტისკენ და ამით ვაშინგტონში და ბრიუსელში აჩვენებენ ჩვენს პარტნიორებს, რომ აი ჩვენ არ მონაწილეობთ არჩევნებში, თორე სინამდვილეში კიდევ ერთხელ ვამბობ, ნული არის ამ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, იგივე ნაცმოძრაობას გარწმუნებთ, რომ 100-ით ნულს უგებ მე საგარეჯოში და ვისაც უნდა ამაში დარწმუნება 31 ოქტომბერს დარწმუნება, კიდე რა მოგებით შევალ მე საქართველოს პარლამენტში. გითხარით ზოგადად როგორი დამოკიდებულება გაქვთ მაჟორიტარული სისტემის მიმართ, უნდა გაუქმდეს თუ არა? გიორგი, ზუსტად აქამდე მივდივარ. მეორე ნაწილიც არის იქ აღარ მინდა იმ პარტიებზე ლაპარაკი, რომლებსაც პრინციპში უნდა გადმოეცხადებინათ ჩემთვის სოლიდარობა და გარკვეულწილად გაერთიანებულიყვნენ ჩემს გარშემო, როგორც ოპოზიციის კანდიდატის გარშემო. ბურჯანაძის პარტიას გულისხმობ იგივე, მაგრამ მათ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძლია პოლიტიკურმა ეგოიზმმა, შურმა, რისგანაც ქართული პოლიტიკური სპექტრი ოდესმე მაინც უნდა გათავისუფლდეს და არ დამიჭირეს მხარი. მათაც არ ყავდათ რეალურად რეიტინგული კანდიდატი, ხა აღიარონ, აღიარებაში ცუდი არაფერი არ არის კაცო. ეხლა რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, კოდექსს, კონსტიტუციაში ცვლილებებს, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო პირველი, რომელიც ამ თემაზე საჯაროდ საუბრობდა და 31 იანვარს 25,000-მა კაცმა რუსთაველის ძეგლთან თქვენ გახსოვთ ხელი აუწია, ანუ კენჭი უყარა საარჩევნო ცვლილებებს, გარემოს ცვლილებებს, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ვითხოვდით და ვითხოვთ ჩვენ და დღეს ეხა მოდით იმაზე დავსვათ შეკითხვა, ბოიკოტს რო აცხადებენ ის საპარლამენტო პარტიები, რატო არ ტოვებენ საქართველოს პარლამენტს? მე რომ მომიწოდებენ, რომ არ მივიღო მონაწილეობა საგარეჯო შუალედურ არჩევნებში. დატოვონ საქართველოს პარლამენტი, გამობრძანდნენ, რეალური კრიზისი შეიქმნება ქვეყანაში, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს იმდენად დაბალია მათი რეიტინგი, რომ არანაირად არ აძლევს ხელს და არ აწყობს თუნდაც ამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ანუ სინამდვილეში ბოიკოტის თემა ჰაერია, მერწმუნეთ, იმიტომ რომ აქ ყველა ეს პარტია გაერთიანდა რეალურად
სპეციალურად ირმაინაშვილის წინააღმდეგ. აი ეს დავინახე მე და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი სხვათა შორის, იმიტომ რომ ეგოიზმს, შურს, რაღაცა მტრობას უნდა ძლიოს ოდესმე ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ნაწილმა მაინც. ეხლა მე ვემხრობი თუ არა ცვლილებებს, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ, ვემხრობი შესაძლებელია ეს თელი ძირეულად არის შესაძლებელი იგივე საარჩევნო კოდექსი. შესაძლებელია სრულად საარჩევნო გარემო, რა თქმა უნდა კონსტიტუციაში ცვლილებებია შესატანი და ამაზე რა ცუდია რომ მე პარლამენტის და სივრციდან ვიზრუნო და ვიმოქმედო ამისათვის, რატომ მომიწოდებდნენ ეს პარტიები არ მიმეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. შევალ პარლამენტში და იმ დარბაზიდან, იმ სივრციდან ვიზრუნებ ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ქალბატონო ირმა, მე მინდა ვნახოთ რამდენიმე წამს წაიღებს ეს ფაქტობრივად, ვნახოთ ვიდეოები თქვენი მონაწილეობით, თქვენი განცხადებები და შემდეგ დაგიბრუნდებით მომდევნო შეკითხვით. აი ეს არის შეხვედრა, რომელიც გაიმართა იორ მუღანლოში მუსლიმ მოსახლეობასთან მეჩეთში და ჩვენ აგრეთვე გვახსოვს რომ ქალბატონი ირმაინაშვილი აპროტესტებდა მეჩეთის მშენებლობას, აზიზიეს მეჩეთი იგულისხმება ამ შემთხვევაში და ჩვენ ვნახავთ ამ განცხადებას. რა უნდათ რომ გააკეთოთ დააკვირდით ამას დამპყრობლის სახელობის ნაგებობის დადგმა უნდათ არა გვიდა მოვკლათ სიმამაცე ვაშკაცობა თავდადება ერთგულება ქართველობას კლავებ უთხარი არა მე მინდა გითხრათ რომ დღევანდელი წვიმიანი დღე დამთავრდება მზით დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. ქალბატონო ირმა, აი აქედან გამომდინარე, თქვენ სამომრჩეველს პირველ რიგში სწორედ მუსლიმ მოსახლეობას გაუჩნდება კითხვა, სად იყო თქვენი პოზიცია გულწრფელი, იორ მუღანლოში თუ ბათუმში? მე მგონი ერთი პოზიცია მაქვს მე და რაც თქვენ აჩვენეთ, ამითი არავითარი დისკრედიტაცია ჩემთვის არ გაგიწევიათ, იმიტომ რომ რასაც ვფიქრობდი, არ არის რა თქმა უნდა, რასაც ვფიქრობდი, მე იმას ვფიქრობ და იმას ვიფიქრებ მომავალში, ჩვენ არ გვინდოდა დაგვეშვა ჩვენს მუსლიმ ქართველ მუსლიმებთან ერთად სხვათა შორის რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ მაშინ და დღესაც ჩვენთან ერთად დგანან უცხო ქვეყნის კონკრეტულად თურქეთის ფულით და თურქეთის წინადადებით და პროექტით აშენებული მეჩეთი ჩვენს ქვეყანაში. თორემ როცა ქართველ მუსლიმებს ჭირდებათ მეჩეთი, ჩვენ ხშირად გვისაუბრია, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ქართველ მუსლიმებთან, მათ სასულიერო პირებთან, რა თქმა უნდა აშენდეს და არის ასეთი მეჩეთები მთელ საქართველოში გაფენილი, რა თქმა უნდა, აჭარად ავიღოთ და სხვა დანარჩენი საქართველო. მე ხაზგასმით ვამბობ, არ ვეწინააღმდეგები საქართველოში მეჩეთების მშენებლობას. მეც გეტყვით, საუბარი იყო იმაზე, რომ გაფართოებულიყო ბათუმში მეჩეთი და ძალიან კარგია, რომ ამ მიმართულებით გადაწყდა საკითხი. ჩვენ იმაზე ვსაუბრობდით, რომ კიდევ ერთხელ რო ნათელი მოეფინოს თემას თურქეთის მხრიდან აშენებული მეჩეთი არ გვინდოდა, ჩვენ არ გვინდოდა, რომ ყოფილიყო თურქი რელიგიური მსახური ამ ნაგებობაში, რელიგიურ დაწესებულებაში და სხვათა შორის ვუსვამ ხაზს ქართველი მუსლიმები იდგნენ ჩვენს გვერდით და 60,000-ზე მეტი კაცი გამოვიკითხეთ, ჩვენ ჩავატარეთ დიდი გამოკითხვა აჭარაში, ბათუმში და უდიდესი ნაწილი იქ მუსლიმებისა, ქართველი ჩვენი ძმების, მუსლიმების წინააღმდეგი იყო და დღესაც წინააღმდეგია, რომ თურქული ფულით თურქეთის სახელმწიფოს ესეთი რეკომენდაციით აშენებულიყო იქ მეჩეთი. ხა რაც შეეხება ჩემ ვიზიტს იორ მუღალოში მეჩეთში, საერთოდ არის დიდი პატივისცემის გამოხატულება, როდესაც ქალს აძლევენ უფლება შევიდეს მეჩეთში, ეს მოხდა ლოცვის შემდეგ და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს მუსლიმ ძმებს, რომ ასეთი პატივი დამდეს და მინდა იცოდეთ ყველამ, რომ მე მიყვარს ჩემი მუსლიმი ძმები და დები, მე მათთან მართლა ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, დამეთანხმებიან ისინი ამაში და მე არ ვუყურებ იორ მუღალოს აზერბაიჯანელებს
საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ხმებს, მე მათ უყურებ, როგორც ძმებს. აი ეს განსხვავებაა ჩემსა და ნაცმოძრაობას წინა ხელისუფლებას, ჩემსა და თუნდაც ახალ ხელისუფლებას შორის. მე მინდა რომ საქართველოში სრულად იყვნენ ინტეგრირებულები, იგივე ქართველი საქართველოს მოქალაქე, აზერბაიჯანელები, იქნებიან ეს ბერძნები, უკრაინელები და ასე შემდეგ და არ მიმაჩნია მე დანაშაულად, რომ მე ლოცვის შემდეგ მივედი და ჩემს მუსლიმ ძმებს მივულოცე ყურბან ბაირამი და ამას გავაკეთებ ყოველთვის მივულოცავ მათ და ასევე სხვა რელიგიების წარმომადგენლებს მათ დღესასწაულებს. ეს მეც გავაკეთე სხვადასხვის პარასკევს სწორედ. ქალბატონო ირმა, საინტერესო კომბინაციას მინდა გავუსვა ხაზი და თქვენ განგვიმარტეთ თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ. პირველი თქვენ ახსენეთ ნინო ბურჯანაძის პარტია, რომელიც ფიქრობთ რომ თქვენს გვერდით უნდა დამდგარი იყო ამჯერად, მაგრამ ასე არ მოხდა. მეორე მხრივ ჩვენ გვახსოვს რომ ბიძინა ივანიშვილმა ბურჯანაძის პარტია და თქვენი პარტია დაასახელა როგორც მისთვის მისაღები ოპოზიციური პარტიები. ხომ არ გიჭერთ მხარს ხელისუფლება ორივე პარტიას და მომავალში ხომ არ შეიძლება ვიხილოთ თქვენი კოალიცია შესაბამისად. გულწრფელად მითხარით, რას მეკითხებით თქვენ გულისხმობთ ხელისუფლების მხარდაჭერას თუ მიჭერს თუ არა მხარს. იმიტომაც თქვი რომ ეს საინტერესო გარშემო ბევრ საუბრობ. დიახ, სწორედ ეს არის საინტერესო და იმიტომაც თქვი რომ საინტერესო კომბინაციას შევეხებინეთ ახლა. თუ მე მიჭერს ბიძინა ივანიშვილი როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მხარს საგარეჯოს არჩევნებში, მიჭერს შინაგანად ვთქვათ. ამ დროს თქვენი კონკურენტია ქართული ოცნების წარმომადგენელი. ერთი წამით, ჩემი კონკურენტი რესპუბლიკური პარტიაა რა. ქალბატონი თამარი არის რესპუბლიკური პარტიის წევრი. მე ვარ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი. ჩემი კონკურენტი არ არის. მე არ ვთვლი, რომ იქ არის ჩემი კონკურენტი ან ქართული ოცნება პარტია ან ეროვნული მე ასეთი აღქმა მაქვს და ეხლა მე მგონი მაქვს უფლება ჩემი აღქმა მქონდეს და მით უმეტეს ფაქტს ეფუძნება ეს აღქმა რესპუბლიკური პარტიის წევრია ჩემი კონკურენტი. ხა მინდა ვთქვა რომ თუ მე მიჭერს ბიძინა ივანიშვილი მხარს ეს არ მეწყინება გამეხარდება, იმიტომ რომ როცა ბატონი ბიძინა მოდიოდა პოლიტიკაში, მე ვუჭერდი მას მხარს. როცა ის მოვიდა პოლიტიკაში, მაშინაც ვუჭერდი ბიძინა ივანიშვილს მხარს და მქონდა ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა, პატივისცემით გაჟღენთილი. ეს არავისთვის არ არის დასამალი, მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვით ის მიჭერს თუ არა მე მხარს. არ მეწყინება გამეხარდება. ეხლა მინდა რესპუბლიკურ პარტიაზე გავამახვილო ყურადღება, რადგან თემა აქეთაც წავიდა. ალბათ გაინტერესებთ როგორ მიმდინარეობს არჩევნები საგარეჯოში, არის თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წინასაარჩევნო კამპანია, დიახ, ფაქტები და მე ეხლა ცოტა მსუბუქად მინდა ვისაუბრო ამ თემაზე, იმიტომ რომ არ მიმაჩნია საფრთხეთ ის რაც იქ ხდება და ხდება ის რომ რესპუბლიკური პარტიის წევრი მინისტრები, აი ეს ბატონი აგულაშვილია ფოტო წამოვიღე, მე დაგიტოვებთ, გადმოგცემთ, თუმცა საჯარო სივრცეშიც გავრცელებულია ეს ფოტოები, ასევე აქტიურად მონაწილეობს კამპანიაში. კახეთის რეგიონის სატყეო სამსახურის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბესო მარტიაშვილი აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში ბატონი თამარის სასარგებლოდ. ეს ისევ აგულაშვილია. აი ეს ბატონი ვინ არის, ან ქვეყნისთვის რა გაუკეთებია არ ვიცი, მაგრამ არის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვინმე შერგელაშვილი, ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საგარეჯოს საარჩევნო კამპანიაში, სოფელ უდაბნოში ჩადის და მოსახლეობას პირდაპირ ეუბნება, რომ წყალს გაგიყვანთ, ჩვენ მუშაობთ ამაზე. ერთი ძალიან მაინტერესებს ეს ბატონი სად იყო ამ 3 წლის მანძილზე და რატო არ ჩადიოდნენ ამ სოფლებში და ხალხს არ ელაპარაკებოდნენ იმაზე, რომ წყალი უნდა გაგიყვანოთ. იქ თქვენ გონიათ ახლა რასაც ყვებოდა ქალბატონი თამარი, ის რეალობაა, ძალიან ძიმე რეალობაა საგარეჯოს რაიონში. რამდენჯერმეა ერთი და იგივე პროექტზე ფული გამოყოფილი და არ არის ეს წყალი, რამდენჯერმეა სახსრები გამოყოფილი და არ არის ეს ლამპიონი, არ არის ნაგვის ყუთი და ასე შემდეგ. რთველთან დაკავშირებით თქვენ რა სიტყვით? არ მინდა გადავალ რთველზე. აი ეს არის ქალბატონი თინათინი თავდაცვის მინისტრს ხათაშორის არ ქონია, როგორც მითხრეს, არჩევნებში მონაწილეობის, კამპანიაში მონაწილეობის უფლება. აგერ ბატონო მონაწილეობს, მაგრამ იცით რაშია საქმე? თქვენ გონიათ კანონს არ ღვევენ?
კანონს არ არღვევენ, იმიტომ რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ ეს ხსენებული მაღალჩინოსნები არასამუშაო უქმე დღეებში, აი ეს კოდექსი ამას ამბობს. ხო, და ასევე მონაწილეობენ ან დილის 9 საათამდე, მაგალითად ქალბატონი თინა დილის 9 საათამდე იყო იორ მუღალოში, იქ შევხვდით კიდეც ერთმანეთს. ხო და არ დაურღვევია კანონი, ასევე კანონი არ დაურღვევია მათ შორის არც თინა ხიდაშელს თქვენ ახლა. ხო, არც თინა როდესაც არასამუშაო საათებში ხდება. არც თინა ხიდაშელს დაურღვევია, არც აგულაშვილს და არც, მაგრამ ეს ხო ჩვენ ყველა ვიცით, პატარა ბავშვები არა ვართ, ყველა ვხედავთ, რომ რეალურად ეს არის ადმინისტრაციული რესურსის ირიბი გამოყენება და პრეტენზია მე მაქვს. სწორედ ისევ იმ საარჩევნო კოდექსთან, რომელიც აი ესეთი კანონებით არის სავსე. და მე ეხა ეს კანონები ნაცმოძრაობამ რო შექმნა, ყველასათვის კარგად ცნობილია და დღეს რო თითებს იფშვნეტენ და ანერვიულებული და აღშფოთებულები რო არიან, რომ ეს რა არის, რა კანონებია, კონსტიტუციაში ცვლილებები, ნაცმოძრაობამ არ შექმნა ეს მახინჯი კანონები და ეს კოდექსი და მთელი ეს კონსტიტუცია, ისინი არ ქმნიდნენ ამას და ეხლა რო არ აწყობთ ეს კანონები, მათი მიშას რო აპრავებდნენ, მაშინ აწყობდათ რა. თუ მომიწვიეთ, მათ ქმევინეთ ეხლა და დავასრულებთ. ვიდრე გადავიდოდეთ, არაბი არ გებშდობით. ქალბატონო ირმა, უბრალოდ თქვენ როდესაც საუბრობდით თამარ ხიდაშელზე, რომელიც თქვენი კონკურენტია, მაგრამ თქვენ არ აღიარებთ მას კონკურენტად, მე ეჭვ მაქვს, რომ მას მოუნდება ამ პრეტენზიებს უპასუხოს, მე მივცემ მას ამის საშუალებას და თქვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით, არ გემშვიდობებით. არ ვაღიარებ კი არა, არის ეხლა კონკურენტი მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ მე მინდა ახალგაზრდა გოგონა თამარი, მას წარმატებები უსურვა, უბრალოდ დიდ გამოცდილებას მიიღებს ის ამ არჩევნებში და ეს მხოლოდ კარგი იქნება მისი კარიერისთვის და დაგიბრუნდებით ისევ თქვენ ქალბატონო ირმა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან უსამართლო იქნებოდა ეხლა ჩემთვის რომ პასუხის გაცემის უფლება არ მოგეცათ, რამდენიმე საკითხი ჩავინიშნე და მინდა ყველაზე პასუხი გავცე. ქალბატონმა ირმა აღნიშნა თავიდან, რომ თურმე თავდაცვის მინისტრს არ ქონია წინა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება და იქვე გადათქვა, რომ კანონი ამას არ კრძალავს. მოსახლეობა რომ არ შევიყვანოთ შეცდომაში, მოდი გავაკეთებ განმარტებას. საარჩევნო კოდექსის მიხედვით პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მინისტრებს, მინისტრების მოადგილეებს, პარლამენტის წევრებს, მათ შორის სამუშაო საათებში, სამუშაო დროს აქვთ წინა საარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება. ეს არის საარჩევნო კოდექსის დანაწესი და ჩვენ არ გადაგვიხვევია კანონის მოთხოვნისთვის. მიუხედავად ამისა, თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი, თენგი შერგელაშვილი, ელისო ჩაფიძე მაინც ჩამოსულები იყვნენ არასამუშაო დროს იმისთვის რომ ვიღაცას არ დარჩენოდა განცდა რომ არათანაბარ პირობებში იმყოფება. როდესაც პირი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს, ის არ ტოვებს პარტიის წევრობას, ის არ ტოვებს პოლიტიკური კოალიციის წევრობას და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ის მხარს დაუჭერს სახელმწიფო კანდიდატს. მეორე საკითხზე მინდა გადავიდე, იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ქალბატონი ირმას კონკურენტი ყოფილა რესპუბლიკური პარტია და არა კოალიცია ქართული ოცნება, ქალბატონი ირმა ამ საკითხზე აპელირებდა წინა საარჩევნო კამპანიის დასაწყისისთანავე და ამით ცდილობდა საგარეჯოს მოსახლეობა შეეყვანა შეცდომაში. ქალბატონი ირმას მოსწონს თუ არ მოსწონს, მე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობ 41 ნომრით. მე ვარ კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი. შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს, ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ პარტიას. ალბათ ქალბატონ ირმას არ მოусმენია ჩემი წარდგენისთვის, როდესაც ჩემი წარდგინება მოახდინა პრემიერ-მინისტრმა, ალბათ მას არ მოусმენია პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივნისთვის, კახი კალაძესთვის, როდესაც მან აღნიშნა, რომ მე ვარ კიდევ ერთხელ ხელისუფლების კანდიდატი. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ რატომ ადრე არ ჩადიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად სოფელ უდაბნოში, ეს არის ტყუილი. წინა მაჟორიტარი ქალბატონი თინა ხიდაშელი რამდენჯერმე იმყოფებოდა სოფელ უდაბნოში, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მას ჰქონდა არაერთხელ მოლაპარაკება, რომ უდაბნოს წყლით მომარაგება უზრუნველყო. უდაბნოში წყალით მომარაგების საკითხი ოდნავ გაუმჯობესებულია, რა თქმა უნდა, ბოლომდე ჯერჯერობით არ არის მიყვანილი, მაგრამ ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მივიღეთ დაპირება, რომ ეს საკითხიც ბოლომდე მოგვარდება. ქალბატონ ირმას ალბათ ჰქონდა საშუალება, თუ არ ჰქონდა საშუალება, მოუწოდებ ჩავიდეს უდაბნოში, შეხვდეს იქ სკოლის დირექტორს, საბავშვო ბაღის მენეჯერს და ასე შემდეგ და მოიკითხოს, თუ რა გააკეთა კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა. რომ არ მეპასუხა ამ საკითხებზე, ალბათ უსამართლობა იქნება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, ვუბრუნდები ქალბატონ ირმას. ქალბატონო ირმა,
თქვენ თუ გსურთ პასუხი შეგიძლიათ რა თქმა უნდა გამოიყენოთ ეს დრო. უდაბნოში კი არა, ყველა სოფელი ფეხით მაქვს მოვლილი და ძალიან კარგად ვიცი რა ხდება ამ სოფლებში, რა მძიმე ვითარებაა, როგორ არის გაღატაკებული საგარეჯოს მთელი რაიონი, როგორ შიმშილობენ ადამიანები, როგორ არ აქვთ ბავშვებს ფეხსაცმელი, როგორ არ აქვთ ელემენტარულად საკვები, რა ხდება პატარძეულში, როგორ არის გაზრდილი ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი, რა გახდა, ერთი ჯგუფი ვერ ჩაიყვანეს ექიმების, რომ ანალიზები გაუკეთონ ამ ბავშვებს, არ გვინდა ეხა ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე იმ წინამორბედის კრიტიკა თუ ეს არ არის რა ღირსეული საქციელი და ამაზე არ ვისაუბრებ. ეხლა განმარტება გავაკეთოთ რა. მე არ ვიცი რა დამატებებზე და რა განმარტებებზეა ლაპარაკი. მაგრამ ის კი ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ საარჩევნო კოდექსში წერია, რომ არ აქვს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ანუ პირველ პირებს, პროკურატურის, ასევე დაზვერვის თანამშრომლებს და თავდაცვის სამინისტროც არის იქ მოხსენიებული, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ასეთი მახინჯი კანონები, აი სადაც ასეთი ისინი არა, რომ თან მინისტრია თურმე და თან მინისტრი არ არის, ესე იგი დილის 9 საათამდე თუ ჩავა, მოქალაქეა მაშინ მინისტრი არა და 9 საათის მერე თუ ჩავა, მინისტრია. მოკლედ, აი ეს უნდა შეიცვალოს რა და აი ძალიან ცუდია ის, რომ რესპუბლიკური პარტია აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის გზას. ის კი არ შეცვალა, რაც მანკიერი იყო, ის დატოვა, მოირგო გადასარევად საკუთარ თავზე და ეხა ამას იყენებს და თან გეუბნება, რომ ირმაინაშვილო, შენ ტყუი ხარ, ჩვენ არაფერს არ ვარღვევთ კანონებს და მე მინდა ეხა რესპუბლიკური პარტიის წევრ პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართო. აი ამდენი სიმახინჯე რო იყო ამ საარჩევნო კოდექსში, ამდენი ლაფსუსები რო ამდენი გაუგებრობა როა, რას აკეთებდით ბატონო დავით თქვენ? მთელი ამ 3 წლის განმავლობაში არ შეგეძლოთ, რომ გეზრუნათ ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე და შეგეცვალათ ესა? ან ხელისუფლებას რატომ ეშინია 2020 წლამდე? იცით რამდენი რამე მოხდება ამ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარშემო კიდე როგორი გეოპოლიტიკური პროცესები მიდის, რა ძალთა ბალანსი იქნება მსოფლიოში, ისლამური სახელმწიფო ხედავთ რა ხდება, რა რისკები იყრის თავს საქართველოს თავზე. ეხა ეს ყველაფერი რო გავაანალიზოთ 2020 წლამდე იცით რამდენი რამე შეიცვლება კიდე სამყაროში მთლიანად და რესპუბლიკური პარტია რა თქმა უნდა დამოუკიდებლად კანონებს ვერ შეცვლის. შესაბამისად მე ვამბობ, რომ ძალიან კარგად შეეძლოთ ეხლაც 2016 წლამდე და არავის არ კონდეს იმისი იმედი, რომ მე ამას მივიღებ, რომ 2020 წელს მოხდეს ამ ცვლილებების გატარება. მე და ჩვენი გუნდი წინააღმდეგი ვართ, ხას უსვამ, რომ მაჟორიტარული სისტემა დარჩეს, ერთიანი პროპორციული სისტემის მომხრეები ვართ. ეს ყველამ კარგად იცის, AM12-მა პოლიტიკურმა პარტიამ გადასარევად იციან და ამისათვის ბრძოლას მე პარლამენტიდან ეხლავე შევალ თუ არა მაშინვე დავიწყებ და არ გადავდებ.